ჩემო ძვირფასო, ვინც ახლა ამ ვიდეოს ხედავს, ან არის ქურუმი ქალის ტაროს არხზე, ან კიდე შემთხვევით მოხვდა. და რადგანაც მოხდის შემთხვევით, რომ გახდე ჩვენი წევრი, მარტივია ეს ყველაფერი. ერთი პატარა სენსორული გამოწერა, ნიშანი და ლაიქი და უკვე ჩვენს გუნდში ირიცხები. მე გახლავართ თეა და ეხლა, როგორც ყოველთვის, გიამბობთ ძალიან კარგ აპრობირებულ ეზოთერულ პრაქტიკაზე, გარდა იმისა, რომ შემიძლია შემოგთავაზოთ ტაროზეც კონსულტაცია. მაგრამ ამჯერად სხვა თემაზე გელაპარაკებით. მე ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი მელოდებით ხოლმე, აბა ახალს რა სიტყვის ქურუმი ქალის ტაროზე და ერთ-ერთი ესეთია. მოკლედ, ძალიან ხშირად გვესმის ახლა მთელს ინტერნეტ სივრცეში არის ესეთი ფრაზები, თავისი უცნაურობებიდან გამომდინარე, არ ვიცი ვინ, არ ვიცი როგორ, უბრალოდ ასე მაძლევენ ფულს. არ ეგეთი ფრაზა. მაგრამ ბევრი იმასაც კი წუწუნებს, რომ არაფერი არ მოქმედებს, არც არაფერი არ შემინიშნავს, ფული მომსვლოდეს, ბიუჯეტი გამდიდრებოდეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ გახსოვდეს ყველა პრაქტიკას, ყველა ეზოთერულ ქმედებას დაიმახსოვრეთ, აქვს თავისი მეორე მხარე და ეს არის გამოსყიდვა. ანუ რაღაცის მირთმევა, ანუ რაღაც ძღვენის გაკეთება, ხო ასეა? ანუ ტაროსაც ისე ხო ვერ შვლით ვერასოდეს თუ არ გადაიხადეთ საფასური. გახსოვდეთ, ყოველთვის ესეა და არასოდეს არ გაიოცოთ ხოლმე, უნდა გაცეთ, რათა მიიღოთ. ხო და გასწავლით ახლა, თუ გინდათ ეს ფრაზა გახდეს აქტიური, თქვენგან რა არის საჭირო? როცა გაბრძანდებით გარეთ, ნუ ტოვებთ თქვენს ასე ვთქვათ, სახლს და მივდივართ რაღაც საქმეებზე. არ აქვს მნიშვნელობა, ძირითადად მაინც საბოლოო ჯამში ალბათ 80% უკავშირდება იმას, რომ გვინდა ფინანსები, ხო ასეა? და ნებისმიერ თქვენ გასვლაზე, განსაკუთრებით იქ, სადაც ფულს იპოვებთ ხოლმე სამსახურია თუ ასე შემდეგ, აიღეთ ესეთი მონეტა, ჩვეულებრივი ნომინალები შემეკითხებით, ნებისმიერი ნომინალი, ოღონ იყოს მოქმედი მონეტა თქვენს ქვეყანაში, სადაც ბრძანდებით. და თქვენგან ესეთი გაღება ძღვენია საჭირო, ამ სამი მონეტიდან პირველად გადააგდებთ პირდაპირ და დანარჩენი მარჯვნივ და მარცხნივ ეს თქვენი რკინის მონეტები დაარიგეთ. და მაშინ უნდა თქვათ. აი ახედეთ ცას, დახუჭეთ თვალები, უბრალოდ კავშირი გქონდეთ თქვენს მეორე მესთან და თქვით, არ ვიცი ვინ, არ ვიცი როგორ, უბრალოდ ასე მომდის ფული. იცოდეთ, აუცილებლად იმუშავებს. იცოდეთ, გაოცებულს დაგტოვებთ. აი ეს ტრადიცია, ეს მეთოდი არ გაუშვათ თვალსაჩინარიდან, არ დაივიწყოთ, დაიმახსოვრეთ ეს ვიდეო და მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც გადაუგზავნეთ და იცოდეთ მათაც, რადგანაც სიკეთე ტირაჟირდება და ასევე ბრუნავს და კონცენტრაციის შემდეგ უბრუნდება ისე და ისევ საწყის ფორმას, რასაც ჩვენი ათვლის წერტილი ქვია. გაცემ, მოგივა. ნუ ბოროტებზე აღარ ვლაპარაკობ. და სხვა ცუდი კლასტერის ადამიანებზე. ჩვენ უკვე ხალხი ვართ აქ შეკრებილები. ხო და თუ კარგები ხარ, დალაიქეთ, გააზიარეთ, გაუკეთოთ შეიძლება მეტი მოწონება, ალგორითმები ამუშავდებიან და მეტი სტიმული მექნება მეც, რომ ჩვენ უფრო დიდ ოჯახს, უფრო მეტი და საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მოვაწოდო. გასაკვირველია, კომენტარებში ვწერთ, არ ვიცი ვინ, არ ვიცი როგორ და სამი წერტილი დაწერეთ და იქ თავისთავად იგულისხმება. დიახ, ვისაც გინდათ პირადში ჩემი ნახვა, აუცილებლად მომწერეთ მითითებულ კოორდინატებზე და ასევე ტაროს კონსულტაციებზედაც ჩაიწერეთ. მართლა ტაროზე გამახსენდა აი ესეთი შესაბამისი ფერები, ზუსტად ჩემს ლუკთან. რაღაცა ისე მომინდა, ნუ დავამთავროთ ჩვენი ლაპარაკი. აი ესეთი, ასე ვთქვათ, პასაჟით. თქვენ ახლა ჩაიფიქრეთ რაღაც, თუნდაც აი ამ აბრიათთან მიბმული რაღაც, რაც გასწავლეთ და როგორ გამოგივათ. უბრალოდ მაინტერესებს. აი თქვენ თვალწინ ვაკეთებ ამ ექსპერიმენტებს აბსოლუტურად. ღია ეს ყველაფერი და აბატონო, გადმოვაბრუნებ. და ვნახოთ. დიახ, აი აქ გამოსახული 6-იანი ხმალი და 6-იანი ხმალი. ცოდნემ იცის ტაროში რასაც ნიშნავს და ეს არის უკეთეს ნაპირზე გადასვლა. დიახ, თქვენ გადადიხართ უკეთეს
მეორე პლაჟზე, იქ სადაც უფრო მეტი მზეა. აჰა, ალბათონო თუ არ არის მზე. სადაც უფრო მეტი სინათლეა, მეტი შანსია და მეტი კეთილად თვალებ გაბრწყინებული ადამიანები არიან. ანუ თქვენი ფულადი დინებაც მირაკრაკებს კარგი და გამრავლების და გაბევრების კუთხით. გაკოცეთ, აბა კარგად.